რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა, ის ჩუმათელეთი ხევის მონაკვეთზე მდებარეობს და მისი სიგრძე 1800 მეტრია. ეს იქნება ყველაზე გრძელი გვირაბი ქვეყანაში. ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ 2 კილომეტრიან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50. 97 ხიდიდან კი აშენებულია 83 ხიდი. ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნული გვირაბის გაჭრა, ვინაიდან შემდგომში უკვე მოხდეს საინჟინრო ქსელების მოწყობა და უკვე მოძრაობის გადმორთვა ახალ გვირაბში, რათა შესაბამისი სამუშაოები განხორციელდეს უკვე ძველ არსებულ რიკოთის გვირაბში. მნიშვნელოვანია ის, რომ საბოლოო მოსახვა მნიშვნელოვანწილად დაწინაურებულია და მცირე მონაკვეთი არის, შეერთების მონაკვეთი არის რეალურად დარჩენილი და შემდგომ უკვე საფარის მოწყობა და საინჟინრო ქსელების ელექტრო და მექანიკური ქსელების მონტაჟი.